კი ბატონო. მოგესალმებით მეგობრებო, მოგესალმებით. ანახლებთ გადაცემას. დღეს ჩვენთან სტუმრად გახლავთ მამა ზაზა თევზაძე. როგორც კარგი მოქალაქე, პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე მამა ზაზა თევზაძე ყოველთვის აი ძველი ეროვნული მოძრაობის აღმავლობის პერიოდიდან უფრო მანამდე როცა ქართველ მეერმა გამოხატა ერთგულება ენის სიწმინდის დაცვისათვის ყოველთვის იყო აქტიური მოქალაქე. გარდა იმისა, რომ გახლავთ პედაგოგი, სტუდენტებსაც კარგად ზრდიდა როგორც სულიერი, ისე თავისი სპეციფიური პროფესიული კუთხით, მაგრამ იყო ყოველთვის აქტიური მოქალაქე. მე მგონი აქტიური მოქალაქეობა ყველა ადამიანის, მით უმეტეს ქართველის ძალიან მცირე ვართ, ყველა ქართველის მოვალეობაა, რომ იდგეს სწორ პოზიციაზე, ეროვნულ პოზიციაზე და ამავდროულად იყოს შემრიგებელი, იმიტომ რომ მთელი ჩვენი არსებობის მანძილზე, ჩვენი ისტორიის მანძილზე, ჩვენი უპირველესი პრობლემა იყო ჩვენი ურთიერთდაპირისპირებულობა, გათიშულობა და ყოველთვის მოგეხსენებათ, რომ მარტყოფის ომმა გადაწყვიტა, კარდინალურად გადაწყვიტა, გადაარჩინა ერი, მაგრამ სულაკად მოკლე ხანში მერე იყო ბაზალეთის დაპირისპირება და ასე შემდეგ. მანამდე იყო კიდე გაუგებრობა, მარაბდის ომი და ამის შემდეგ იყო ბაზალეთი. ხო და აი ბაზალეთის ტბის ძირას ოქროსაკვანი არისო, რომ ბრძანებს ილია, იმაზე მიგვანიშნებს, რომ ეს ოქროსაკვანი არის დიდი თანხმობა, დიდი სამოქალაქო ურთიერთპატივისცემა, როგორც ილია იტყოდა, დიდი სამოქალაქო შერიგება ერთმანეთის შეუბრალებლად და დაუმონებლად. რაშიც საერთონი ვართ, იმაში სამშობლოს ერთგულებაში, მსახურებაში, იმაში უნდა ვიყოთ აუცილებლად მოწესრიგებულები და ფრთხილები და სხვისი აზრის პატივისმცემლები, მაგრამ ერთგულების მხრივ ყველას გვევალება ქვეყნის ერთგულება. ახლა მამაზაზას გადავცემ სიტყვას და თვითონ ალბათ უფრო აი სახედავს ჩვენს ხარბეზებს, ჩვენ ჩამორჩენას. არის საგარეო გამოწვევები, რასაკვირველია, მაგრამ ის ხო ნაღდია, რომ ჩვენ ოჯახში მოწესრიგებული მდგომარეობა რომ უნდა გქონდეს, რომ ყველა შემთხვევაში მტერმოყვარეს პასუხი გასცე. თუ შიდა არეულობაა, მაშინ შენ არ ახარ მზად. არც საგარეო და არც კიდე საშინაო პერსპექტივა არ გაქვს. არც საშინაო მდგომარეობის თვალსაზრისით, არც საგარეო გამოწვევებზე პასუხის გასცემის თვალსაზრისით. არადა ქართველებს ეს შეგვიძლია პოტენციური ერი ვართ და გვევალება უბრალოდ რომ უპატრონოთ და ჩვენს მომავალ თაობებს გაუპარტახებლად კიდევ და მეტად დაუპირისპირებლად ვაჩვენოთ მაგალითი სამოქალაქო თანხმობისა, ქვეყნის მშენებლობისა და უფლის გზაზე არ დაბრკოლდეთ ამ მხრივ. აი ამ უფლის გზაზე სიარულისთვის ზუსტად რას გულისხმობს ეს სამოქალაქო თანხმობა, რას გულისხმობს ეს ქრისტიანული გზა ქვეყნის არსებობისა, რომელზეც ჩვენი ერი მთელი თავის არსებობის მანძილზე უკვე თითქმის 1700 წელია თუ 1600 წელია მიდის. აი მამაზაზას ძალიან ბევრი პრობლემა, ამიტომ ამ მოკლე დროში როგორც შევძლებთ მამაზაზე ალბათ გასცემს პასუხს ამ დასმულ კითხვებზე, გამოწვევებზე. მოგესალმებით ყველას. ნამდვილად უნდა ითქვას, რომ ჩვენ ვართ ძალიან დიდი პრობლემების წინაშე, რომელიც მოსალოდნელიც იყო, მაგრამ აი ამ მოთხედ ასეთი გამწვავებაც შეიძლება ძალიან ნაკლებად ველოდით, რაც ჩვენ თვალწინ არის, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რა, თუ ძნელბედობა გამოგვივდია, ხო და აი როგორ დავძლიოთ ეს ყველაფერი, აი ეს არის ყველაზე არსებითი მნიშვნელოვანი, რომ რაში არის საქმე, როგორ დავახარისხოთ ჩვენი პრობლემები. ერთ-ერთი ყველაზე რა ძალიან მომწონს შეგონდება ეს არის ჩემთვის, რომ საკუთარი ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა. თუ რამე ადამიანს პირველ რიგში რამე პრობლემა აქვს, ეს არის ჩვენი ცნობიერების პრობლემა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მე პრობლემების კასკადი ჩნდება, მაგრამ საიდან დავიწყოთ? აი როგორ ანუ თუ თქვა დადგება
ეს ყველაფერი რომელი არის, რომელი პირველი და რომელს უნდა დავუთმოთ, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ცნობიერი საკითხი, როგორი მსოფლმხედველობა გაგვაჩნია ჩვენ, როგორ აღვიქვამთ სამყაროს, როგორი მოქალაქეები ვართ და როგორი ქრისტიანები ვართ ზოგადად, იმიტომ რომ ჩვენი მენტალობა, ჩვენი არსებობა, ჩვენი სულიერება განსაზღვრა ქრისტიანობამ. ეს მაცხოვრება და მე დავიწყებ ერთი რამეთ, აი, უბრალოდ ხშირად ამომეორა აი პოლიტიკა რაღაც. პოლიტიკა არის უზარმაზარი მეცნიერება. მე ამას ვიტყვი და გავიმეორებ უზარმაზარი ფიზიკოსის და მოაზროვნის სიტყვებს, რომელმაც შეაფასა შემოწმება, რომ პოლიტიკა არის ფიზიკაზე, ესე იგი ალბერტ აინშტაინის რთული მეცნიერება. და მას მრავალი მდგენელი ასპექტი გააჩნია, ეს არ არის მხოლოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლა, თუმცა ერთ-ერთი მხარეა პოლიტიკის. მაგრამ ის რომ ჩვენ დავიწყოთ და რამდენად არის სარწმუნოებრივი რელიგიური ფაქტორი პოლიტიკასთან კავშირში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იესო ქრისტე როცა მოვბრძანდა ქვეყანაზე და მანამდე იოანე ნათლისმცემელი, რომელიც იყო გაგრძელება საერთოდ აი ამ ბიბლიური ხმის და ღმერთის ეს რა ქვია, დაიწყო რითი მოინანიეთ მოახლოებული არის ღმერთის სასუფეველი. ეხლა დავამყარისხოთ რა. ქართულში ქართულით მონანიებას ვერ გავიგებთ მის არსობრივ მხარეს, იმიტომ რომ ცოტა უფრო ემოციურ ასპექტზე ალაპარაკი. ბერძნულად არის მონანიება მეტანოია. ანუ შენი ცნობიერების შეცვლა. შენ რომ გახდე უკეთესია, შენი როგორ შენი ცნობადება უნდა შეიცვალოს და მეორე არის ღმერთის სასუფეველი. ანუ ღმერთის სამეფო. ღმერთის სამეფო არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სივრცე იმ გაგებით, რომ სამეფოა, ოღონდ იდეალური, რამდენად ღმერთი განსხვავდება ადამიანისაგან, იმდენად ღმერთის სამეფო სასუფეველი განსხვავდება კერძის. იქ წესრიგი აქ კიდე მოსაწესრიგებელი გაქვს. აქ უნდა მოაწესრიგო სამეფო. დაამგზავრსო იმას. ამიტომ ესე იგი როგორი რაღაცა არის, რომ უფალი ამბობს, რომ აი ღმერთის სამეფო მოახლოვდა, იმიტომ რომ ისვისაც ჩვენ მიტანჯები და რაც გვინდა, ის კი არ გვინდა რაღაცა ნატო შეკონცენტრირებული, არ გვინდა იდეალური სივრცე, სადაც ადამიანის სული იგრძნობს მოსვენებას და თავისუფლებას. და შემდეგი არის კიდე რა მოწოდება, რაც იესო დაუსახა ადამიანებს. თქვენ ეძიეთ ღმერთის სასუფეველი და მისი სამართალი, სიმართლე მისი და ყველაფერი შეგეძინებათ, ანუ ყველაფერს მოიპოვებთ თქვენ. ამიტომ ამბობს მამაზაზა ბოდიში, ამიტომ ამბობს შოთა ალბათ, რომ ქნამართლისა, სიმართლისა ხესა შებს ყერსა ნედლად. აი ესე წარმოიდგინეთ, აკა რაზეა ლაპარაკი. სიმართლე მისი, სამართალი არის საფუძველი ყველაფრის. ადამიანი არის სამართლებრივი არსება. და ჩვენ რა თქმა უნდა მორალური არსება, მაგრამ მორალი და სამართალი დაახლოებით ერთი უფრო სუბიექტურია, მეორე ზოგად სოციალურია და მნიშვნელოვანია. ადათი და წესია. ყველაფერი რა თქმა უნდა. ამიტომ ჩვენი მიზანი რა არის, რომ აი რისთვის ვიბრძვით, რა კურსი გვაქვს, რატო ვირჩევთ მაგალითად იმას, რომ ჩვენ არ მოგწონს ავტორიტარიზმი, ტოტალიტარიზმი, დიქტატურა, რა იდეალებს ვემსახურებთ, რატო გვინდა ეს? ეხლა თუ სამყაროში შევხედავთ, აშკარად პოლარიზება არის. აქ ჩვენ ვერ დავინახავთ რამოდენიმე მხარეს. პოლარიზაცია რა არის? ეხლა ჩემი ხედვით მარტივად შავ-თეთრი სამყარო. მიწიერი სამყარო ზოგადად არის შავ-თეთრი. სადაც კონტრასტების არის მაქსიმუმი და მეორენაირი სამყარო ჩვენ უფრო ნაკლებად ვიცის, ის უკვე ღვთაებრივი არის, სადაც მრავალფეროვნება, ერთგვარობა და მრავალფეროვნება, ერთიანობა და მრავალფეროვნება. და ჰარმონია. და ჰარმონია თავარია. იქ ფერთა სიმრავლეა დაპირისპირება. აქ დაპირისპირება არის და ამიტომ ეხლა რაში არის საქმე? მთელი ეს პერიოდი ისტორია კაცობრიობის არის მიმართული იქეთკენ, რომ სამართალი გაქრეს და იყოს, აი წარმოიდგინე, შეიძლება რომელიმე გეოპოლიტიკურ სივრცეში აღზრდეს ავტორიტარიზმი და მეორე სივრცეში უფრო მიდრეკილი იყოს ზუსტად ჰუმანური ესეთი სამართლიანობის პრინციპი, სადაც ადამიანი
გამოცხადდება უმთავრეს ღირებულება და არა საშუალება კი არის, არამედ თავად მიზანი ხდება. ეხლა ჩვენ როცა ვამბობთ და ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ დასავლური ევროპული ორიენტაციის სერი და თვითონ ევროპელები ვართ, იმიტომ რომ ჩვენ ვარჩევთ იმას, რომ ადამიანი იყოს უმთავრესი, რომ ჩვენი არც ერთი ბავშვი, არც ერთი შვილი, არც ახალგაზრდა, არც ქალი არავინ არ დაიჩაგროს, რომ ყველა მიიღოს მაქსიმალური ამ საზოგადოებისაგან, იმიტომ რომ იესო ქრისტე, რომელიც არის ღმერთი, არა იმიტომ რომ მის ხატებს დავყალით და უმყაროთ, არამედ მისი პრინციპებით, მისი გონებით ვიცხოვროთ, ის გეუბნება, რომ გამოაცხადეთ, რომ ღმერთი არის სიყვარული, ანუ ღმერთი არის მსახურება, ღმერთი არის ის, რომ ადამიანი არის ღმერთის სახე და ხატი და ყველაზე მთავარი და მათ შორის ბავშვი, რომელიც იესომ დასახა ცხოვრების მიზნად. აი, როცა დააყენა და თქვა, რომ აი ესეთების არის ღმერთის საზღვრები. ჩვენ ამისთვის ვიბრძვით. ეს რომ ეს იდეალები განხორციელდეს ყველა ასპექტში. ეხლა, იმიტომ რომ ადამიანი არის თავისუფალი არსება. თავისუფალი არსება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არავინ არ გვარდახობს რა გავაკეთოთ. ეს არჩევანი ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ჩვენი სინდისისა და აღზრდის გარდა. სინდისით, იმიტომ რომ გავაკეთოთ უნდა არჩევანი ყოველ წუთს. იმიტომ რომ რა თქმა უნდა დიდ არჩევანს ვაკეთებთ, მაგრამ რაღაც წვრილი არჩევანი ყოველ წუთში ხდება. აი ეს რა აქ როგორ მოვიცე, აქ როგორ მოვიცე და რამდენად მე მივესადაგები ღვთაებრივ პრინციპებს. ეხლა თუ ჩვენ დგებით, რომ აი თუ ფიქცია არ არის დემოკრატიულ საზოგადოებაში, სადაც არჩევნები არის გამოხატულება, ერთ-ერთი გამოხატულება პოლიტიკური, რომ ადამიანებმა აერჩიონ სწორი გზა და არა ძალდატანებით და ეს სხვადასხვა ფორმებია, თქვა რეფერენდუმებია, პირდაპირ დემოკრატია, წარმომადგენლობითია, საპრეზიდენტო ათასი რაღაცა, მაგრამ მთავარი არსებით ის არის, რომ ჩვენ უნდა ვცეთ ადამიანის ნების თავისუფლებას, პატივისცემა უნდა გამოუცხადოთ და მეც გეტყვით ახლა, არა თუ ადამიანი, არამედ ღმერთიც ცემს ადამიანის არჩევანს, თუნდაც ადამიანი არასწორ არჩევანს აკეთებდეს, რადგანაც ის აკეთებს, ღმერთი თმობს და მიეცით ადამიანებს უფლება გააკეთოს ის არჩევანი, რომელიც მათ სწორად მიაჩნიათ. თუ ღმერთი ამას თმობს, ვის აქვს უფლება წაართვას ადამიანს ის არჩევანი, რომელიც მან გადაწყვიტა. ამიტომ ერთი რამე არის, რომ თავდა ესე იგი აუცილებლად მინდა ვთქვა, საზოგადოებაში ახლა რამდენად არის ჩვენი საზოგადოება პოლარიზებული. ეხლა იქნება მოტყუებული უფრო ვინმე პოლარიზებული მე ასე მგონი. პოლარიზებული ამის გამოა ზუსტად. აი გეტყვით თქვენ მე რომ საზოგადოება რომელიც იბრძვის, რომელიც პროტესტს გამოხატავს, რომელსაც გული შედგება, მე მასეთები დავინახე მხოლოდ ერთგვაროვანი, რომელიც ხედავენ მომავალში, ხედავენ იმას, რომ ხვალ შეიძლება ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეთ ჩვენ. საფრთხეები არსებობს. ის ყოფა, რომელიც ჰქონდა, შეიძლება სანატრელი გამიკვდეს, იმიტომ რომ სტატუს-კვო კი არ შენარჩუნდება, დაიწყებს გამუდმებულ ვარდნას. და აი როგორც გახსოვთ თქვენ, რომ 90-იან წლებში რა დაგვემართა ჩვენ საბჭოთა კავშირი 90-იან წლებთან იყო ზამოთხე, კაცო ბუჯაში ვერ გამოგვიდოდი და ეს კანონიერი ხელისუფლების დამხობას მოყვა, მამაო, ეგ ამბავი, იქიდან იწყება ჩვენი პრობლემები. მოყვა და ეს გონიერი ჭკვიანი და დღემდე იმ პრობლემებით მოვდივარ. ადამიანი, რომელსაც ოდნავ წინ დახედულება აქვს, იმ წინა მიზეზებს არ დაუშვებდა, რომელმაც ის ვარდა გამოიწვია მაშინ. ეს იყო ფაქტიურად რას ნიშნავდა ის, რომ ჩვენ გადავჭით შემთხვევითობით. ეხლა ის გარანტიები, რომ საქართველოს გააგრძელებდა ურთიერთობას, მე არ მინდა ამაზე ლაპარაკი, მის შეიძლება ზოგიერთებს ახსოვს კიდეც, მაგრამ ძალიან განვიცედი მდგომარეობას და ვამბობდი, რომ ეს შეიძლება იყოს ეგზისტენციალური საფრთხე, რასაც ქართველი ხალხის გაუფრთხილებელი ნაწილი ეთამაშება და რაც შეიძლება ძალიან მძიმე და გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვევს და ეხლა საზოგადოება გაიზარდა 33 წელი თუ მეტი უკვე ჩვენ
მუდმივად ქუჩაში მიწევს ყოფნა, მუდმივად დაძაბულობაში, ეს მეხსიერებაში შენახულია. ხალხი ხვდება იმას, რომ რა დროს ძილია, რა დროს მოსვენება, როდესაც ჩვენ ესე იგი შეიძლება ისე ძიმებ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ, თუ კი ამას რაღაცა მაქსიმუმს არ გავაკეთებთ, თუ გავაკეთებთ, რომ გავაკეთე, მეტი არ შემეძლო, ჩემო მეგობრებო, ჩემო შვილებო, ჩემო ნათესავებო, ყველა გავაკეთეთ და ამ მხრივად შესაძლებელია სხვას გაეკეთებინა, მაგრამ მე ჩემს სინდისთან თავისუფალი ვარ და მე ამას ვხედავ. აქ არავინ არ არის, ხა მეორე მხარე რომ გამოდიოდეს, იცი, ჩვენ რუსეთი გვინდა, ეს ავტორიტარიზმი კიდე მშვენიერია, დიქტატურა კარგია, რაღაცა აი ადამიანები იქნება რაღაცა წესრიგი ეს თუ ამას ნება, ნუ რაღაც შეიძლება რაღაც ადამიანის დახატოს რომ პლუსები რა დიქტატურას და შეიძლება მართლა წარმოაჩინოს რაღაც დიქტატურულმა რეჟიმებმა რაღაცა გააკეთა რაღაც პასადრეს, მაგრამ მე მასეთი რამ არ დამინახია. აქ არის თუ რამე ხდება აქტიობის თვალსაზრისით, არის ერთგვაროვანი აქტივობა, დანარჩენი ახლა ხელისუფლების მიერ გამოყვანილი ხალხი მიტინგების სახით და იმის სახით, და ადამიანები, რომლებიც თქვათ რაღაცა მასე რა ვქია გამოხატავენ Facebook-ზე რაღაცა ტროლები და ესენი არ არის საზოგადოება, ეს არის მოსყიდული ხალხი, ჩვეულებრივი მანქანა, პროპაგანდის მანქანა, ამიტომ ერთი რამე, მეორე ის რომ რუსული ინტერესები, რუსული ესეთი მექანიზმი და აი ამ რუსულ სახელმწიფო რეჟიმთან დაკავშირებული რაღაცა ბმებით ანაზღაურების პრინციპით, სოციალური რაღაცა ბენეფიტების გაუქმების შიში და რაღაცა ეს უკვე სხვა რამე არის, ამიტომ ქართველი ხალხი როგორც არასდროს, ჩემი აზრით, არის ერთიანი, შეიძლება ყველა ქუჩაში არ დგას, მაგრამ ძალიან დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, თუ დაინახავს, რომ ეს აუცილებელი არის და გადამწყვეტია დადგება. თუ გააცნობიერებს, ხო? თუ გააცნობიერებს, კი. არა და ვალდებულია რომ გააცნობიერებს საზოგადოება. ხო, მაგრამ მაგაშიც ახლა ეცეთ რა არის, ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან ბევრი რამე, ახლა ვინც აცნობიერებს, დგას. ინფორმაციას არ მნიშვნელობა. მარტო ის რომ ჩვენ არაძალობრივი მეთოდებით ექსიარებთ რაღაც ეს რომ არ გასწორდება ეს მაგრამ აქ ორი რამეა. ორი რამე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთი შიდა ეს რამე აქტივობა, ეს აქციების სახით, რომელიც 100 დღეს გადაწყდა და უპროცენტად რაღაც ღირებულია ეს. გარედან მხარდაჭერა ჩვენი მეგობრების, რომელიც ევროპის, რა თქმა უნდა და არა მხოლოდ ევროპის, არამედ ზოგადად არაავტორიტარული სისტემების. მე დარწმუნებული ვარ, იაპონიაც გვიჭერს ხარს და ავსტრალიაც და კანადაც, რომელიც ტერიტორიულად ევროპა არ არის. და აქედან გამომდინარე, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. იმიტომ რომ ეს არ ყოფილიყო, რომ ჩვენი ეს ისინი არ გამოხატავდნენ ამას, რაც შეუძლია აკეთებენ. ეხლაც მივიდეს მეგობარი ამერიკაში სხვათა შორის მიუხედავად ამ ცვლილებებისა, მეგობარი აქტის განხილვა ორივე პარტიის იმაში მიმდინარეობს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თავისთავად რომ დაიწყო ვილსონმა და ეს გრძელდება. ხო და ამას ესე იგი ამაზე დიდი რა უნდა გაეკეთებინა. თუნდაც აი ჩვენი შეიძლება ითქვას რომ სინდისი ქალბატონი ამზია ამაღლობენ რამხელა რეზონანსი მოყვარს. იმის შემშილს, იმის თავდადებას, იმის აი ესეთი უანგარო მოქმედებას. ნეობას პასუხისგებლობას. აი ეს შეარებია რა, ტექტონიკური ძრები მოყვა ამას რომ თემა სოფლიო გაიგო რომ ერთი უპატიოსნესი ჟურნალისტი ხარი იბრძვის. მომ შეურაცხყოფა ვერ აიტანა და პასუხ რეაქცია ჰქონდა შესაბამისი. ეს იყო სიმბოლური გამოხატულება. არავითარი გზად ეს არის სიმბოლური. დედას რომ შეგაგინებენ მადლობას ხო არ ეტყვიგას. დედა რომ შეიძლება წამოგარდგას სიყვარულით ხო? იმას მე დარწმუნებული არა მე ვხედავთ იმისა საშინლად არა ქართული არა ადამიანური ქმედება იყო რასაც ის ახალგაზრდა ჭადიოდა დედისტოლ ადამიანის მიმართ იმას ოდესმე ძალიან შეწყობა და არ მოასვენებს ეს ჩადენილი საქციელი მაინც სამოქალაქო მშვიდობა ნეტარ არიან მშვენი რამე თუმა დაიმკვიდრონ ქვეყანა მამო ამიტომ ჩვენ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდეთ უნდა ვიბრძოლოთ
სამართლიანობისათვის ახალგაზრდებთან ერთად ერთი ღერი თმა არის არ ჩამოვარდნია. თუ რამე ხდებოდა, აი დარწმუნებული ვარ ღორმად, რომ აი ამ ხელა თავდაპირველად რაღაცები იყო. აქ იყო ძალიან ბევრი პროვოკატორი, რომლის საქმეები გამოუძიებელია, ვერას ესროდა იქ, რა შვებოდა, რანაირად და ახლა წარმოიდგინეთ, რომ შეიძლება ეს ამოხდა ვერავინ ვერ დაგვაჯერებს ჩვენ, რომ ამ ხელა ხალხმრავალ აქციებზე არ იყო პროვოკატორების შემოგზავნილი და ამ ხალხმა ძალიან კარგად იცოდა, რომ და იცის, რომ სწორედ იარაღი იმისთვის, რომ მშვიდობა იყოს ჩვენ, რომ ევროპაში სწორედ აი ამ ევროკავშირის პოლიტიკა მეორე მსოფლიო ომის დროს შემდეგ არანაირ თოფი არ გასრულებდა ფაქტიურად და ნუ თუ ახლა იმათ უთანხმოება ძმებში არის კაცო და ძალიან ახლობებში იმდანაც გააკეთა ყველაფერი ამან. დიდი მადლობა მამაო, დიდი მადლობა. სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა. იმედია რომ ქართულ ერს ეყოფა შინაგანი სიმშვიდე, ჩვენ საზოგადოებათაც ვერ ჩამოყალიბდით, ქართული საზოგადოებაში იქნება სამოქალაქო თანხმობა. არა პოლიტიკურ პარტიებს შორის, არამედ მოქალაქეებს შორის უნდა იყოს სამოქალაქო თანხმობა და ერთმანეთის მოსაზრებას პატივისცემით მოეპყრობიან და არ იქნება ურთიერთგაკილვა და ვისი მხარე ხარ სირცხვილია, ვერაფერს წარმოვიდგენდი, რომ დამოუკიდებელი იქნებოდა ქვეყანა და ჩვენ კიდე მხარეებად დავიყოფოდით. მადლობა ყურადღებისათვის. ბედნიერად ბრძანდებოდეთ. იმედია კიდევ შევხვდებით მამაო და უფრო ხმად განვიხილავთ ცხოვრება გამოწვევებს, გვიქადის და ამ გამოწვევებს ჩვენი ერი უპასუხებს ადეკვატური ხალხი გავხდებით. დიდი ხანია ამის დრო. დადგა და უნდა ვიყოთ კიდევაც ვალდებულები გვაქვს. მადლობა ყურადღებისათვის.